სპორტკომპლექს არენაში არის გრანდიოზული პრეზენტაცია, ეს არის არენას კლიპების პრეზენტაცია და ასევე ახალი კომპანიის, დეველოპერული კომპანიის Arena Luxis პრეზენტაცია, რომელიც მშენებლობას ახორციელებს არენას ტერიტორიაზე. ეს იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, ასევე არენას აქვს ძალიან დიდი გეგმები მიმდებარე ტერიტორიაზე, ააშენოს მრავალფუნქციური სხვადასხვა სახის ნაგებობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ახალი დიდი აუზი, სავაჭრო ცენტრი, სკოლა და ასე შემდეგ. ანუ ვითარდება არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სხვა მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. Arena Luxi გაიხსნა ვულოცავამ კარგ ამბავს სიახლეს არენას. დღეს მიდის ასევე ჩვენ ვართ წამყვანები, საღამო იმართება ამასთან დაკავშირებით, სადაც გამოვლინდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ხალხზე გადაწიეს პირველ აპრილს, მაგრამ როდემდე გადაწია? მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაიწყება სასამართლო პროცესი და ჩვენი მოთხოვნა ხართ ერთ-ერთი მთავარი არის, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს ეს ხალხი, დაიწყო სასამართლო პროცესი, მაგრამ იყოს ღია, საჯარო, რომ თქვენს მედია საშუალებებმა საქართველოს ნახოს, რომ მთლიანად ტყუილზე იყო აგებული ეს მთელი საქმე, ეს მიზანმიმართული იყო იქითკენ, რომ როგორც თავდაცვის მინისტრს მე არ გამეფორმებინა შესაბამისი თავდაცვითი შეთანხმებები, რომელზედაც ცოტა მოგვიანებით მე აუცილებლად გავაკეთებ ძალიან ღია განცხადებებს და ეს იყო ნაწილი იმ გეგმის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა სვლა ნატოსკენ იმ ფაზით, იმ ტემპით, როგორითაც ჩვენ მივყავდა ეს საქმე, არ განხორციელებულა. ამაში მე უკვე ეჭვი არ მეპარება. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხალხი ხუთივე არის პირადი პატიმარი ბიძინა ივანიშვილის და მას მოუწევს ბოდიში